ეს საქმე ეხება ზურაბ შევარდნაძის წიგნს. ხათაშორის დამთა მე მეგონა ზურა ჩვენთან მოვიდოდა რაღაც მცენარეები. ხო საოცრება მოვიდა წიგნები. ჩვენი მაყურებელი მაგას შეჩვეულია, თუმცა განსაკუთრებული სიახლე. სალამი ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. თემარ ვიყო თქვენს მიმართ დიდი პატივისცემით, ახლა მებაღე ბაღს არ უნდა ტოვებდეს და ასე სტუდიაში არ უნდა. ქარია დღეს, ქარია, ასე რომ დღეს ბაღში ვერ შევედი. ქარი ვის უშლის ხელს. ქარის არ გეშინია. ამ გამონაკლისისთვის ბატონო ზურა და თქვენმა რამდენმა თაყვანისმცემელმა ინატრა კომენტარებში ამ წლების მანძილზე, როცა თქვენს ნაწერს კითხულობდა და აი რამდენი ადამიანის ოცნება ახდა. როგორ გაჩნდა იდეა და რამდენ ხანში განახორციელეთ, ამით რო დავიწყოთ. იცით რა, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მე არ ვარ თავმდაბალი ადამიანი. მაინც და მაინც. მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა ცოტა მცხვენია და მერიდება. იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი საქმე. წერა და კითხვა ჩემი საქმე ნამდვილად არაა, რომ მოვიტყუო და ვთქვა, რომ ბევრს კითხულობ, ან ბევრს ვწერ, ერთიც ტყუილი იქნება და მეორეც. მაგრამ რაღაცა მომინდა რომ ის ამბები, რომელსაც ვფიქრობ, ბევრი არასწორად შეიძლება, ბევრი რაღაცა არაკორექტულად, არამწერლურად, არავითარი ამბიცია ამ ნაწილში არ გამაჩნია და საერთოდაც არ გამაჩნია. არა, მართლა არა. ოღონდ შევეცადე მაინც გადავლახე ეს ჩემი წინააღმობა და შევკრიბე ის ამბები, რომელზეც ვლაპარაკობ და ვწერ ხოლმე. მე სანამ თქვენ შემოგბრძანდებოდით სტუდიაში, მოვიპარე ეს წიგნი. დიახ. და ასე ჩავხედე შიგნით, მე ვთქვი რა ხდება მეთქი. როგორც მივხვდი რაღაც მოთხრობებად და ნოველებად არის. მოთხრობები არ ქვია მაგას. ამბები, ანუ ამბავი ესე მთლები, როგორ არის ეს ამბები მაყურებელს რო უთხრათ, მე ხა რამდენიმე ფურცელს გადავავლე თვალე, მაგრამ არის რაღაცა ერთი ამბავი, მეორე ამბავი, მესამე ამბავი, ასე იკრიბება. იკინძება უფრო ბევრი წვრილი ამბავია, ასე დავარქვი, ჩემი ამბები, ამბიციაც რომ არ მქონდეს და ასე არ მოვაბეზრო ვინმეს თავი და არც წიგნების თაროზე სადმე შემოვდო სხვა მწერლებს შორის და ასე შემდეგ, გადავწყვიტე რომ მოგრძალებულად მარტივად უბრალო ქაღალდზე, გაზეთის ქაღალდზე, მართლა არ ვარ თავმდაბალი, ხომ გითხარით, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა მესირცხვილება და მგონია რომ არ უნდა ვაკეთებდე, მაქვს რაღაცა ამისი განცდა. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვარ ძალიან უკან დახეული, უკან რატომ ახლა ძირითადად გურიის ამბებს ყვებით? არა მარტო, აქ ინდოეთის ამბებია. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ბევრი კარგი მოსაყოლი ამბავი მაქვს. ბევრ საინტერესო ადამიანთან შემახვედრა განგებამ. ბევრი ამბავი ხდება ჩემს ირგვლივ, ჩემს ბაღში, ბევრი ამბავი ტრიალებს და ამ ამბებზე პატარ-პატარა რეზო გაბრიაძესთან მომიხდა მე ურთიერთობა, თქვენ იცით, მე მგონი ამის შესახებ საკმა იცის. მისი სიცოცხლის ბოლო წლებში განსაკუთრებით ბაღი გაუკეთე ოქროყანაში, კვიპაროსები დაურგი იქა და ბევრი საინტერესო მცენარე, ბროწეულების ბაღი გავაკეთეთ და ბატონმა რეზო მითხრა, ზურაბ, თქვენ ისე კარგად ყვებით, რომ ეს აუცილებლად დაწერეთ და მასწავლა რამდენიმე ხერხი და ხრიკი. ერთი. დაწერე ისე, როგორც ლაპარაკობ. მერე წაიკითხე და თუ რომელიმე სიტყვა წინადადებიდან სიტყვის ამოღება არ შეცვლის იმ წინადადების აზრს, მაშინ ეს სიტყვა უნდა ამოიღო ამ ნაწერიდან. აი ესე მარტივად, როგორი გენიოსიც იყო და გენიალურიც, ისე გენიალურად მასწავლა. დაწერილი წინადადებიდან, რომელიც სიტყვის იმ წინადადებიდან ამოღებაც არ შეცვლის წინადადების აზრს, ის სიტყვა ზედმეტია ზედმეტია, ის სიტყვა და მოაშორება. როგორი ფორმულაა წერა ყველაზე რთული არის სხვათა შორის. მარტივად წერა არის და ყველასთვის გასაგებ ენაზე წერა არის ყველაზე რთული ენა, მაგალითად ჟურნალისტიკისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის არაფრის მომცემი სიტყვების რახუნით შედგება ხოლმე ეს თანამედროვე სალაპარაკო ენა. მე რახუნი არ მიყვარს. მარტივ ენაზე საუბარი ყველაზე რთული არის და თქვენ არაჩვეულებრივად ეს არის ერთადერთი რჩევა თუ იყო კიდე სხვა რჩევებიც? იყო რაღაცები, რა თქმა უნდა, მითხრა რომ ამას არ შეეხო, იმიტომ რომ ამას ვერ დაწერ ისე როგორც ეკუთვნის ამას დაწერა, ამიტომ შეეცადე მარტივი ამბები წერო, ეს რთული ამბავია და ამას არ შეეჭიდო და ვაკითხებდი რაღაცებს ბოლოს და ჩემთვის საბედნიეროდ მის კაფეში კოშკის ქვეშ ქონდა პატარა ოთახი და იმ ოთახში რაღაცებს მისმენდა და მეუბნებოდა ეს არ გინდა ბოშო ეგ დეივიწყე. ხო, რაღაც ამბებზე მეუბნებოდა რომ ეს არ გინდა, ეს გინდა და ასე გამოვიდა რა ვიცი. იცით რა, აი უამრავი ამბავი რომ გაქვთ თქვენ საყოლი ეგ ხო ზუსტად ვიცით და მაგაზე ვთანხმდებით, მაგრამ მე მაინტერესებს არ ყვებით. როგორც მასწავლეს. მე მაინტერესებს აი ეს ამბავი, რომლის მოყოლაზეც დაფიქრდით, უნდა დაგეწერათ თუ არა წიგნში. იცით რა? თუ იყო ესეთი ამბავი. ყველა შეიძლება ადამიანმა ვერ მიხვდეს ეს ხატრულად, სწორად, არასწორადაა დაწერილი, მაგრამ ყველა მიხვდება გულწრფელია თუ არა. ადამიანს ამისი ალღო ყველა ადამიანს აქვს. რაც არ უნდა უკითხავი იყოს ადამიანი, რაც არ უნდა ჩემ თავზე ვამბობ, რაც არ უნდა გაუნათლებელი იყოს ადამიანი და არ კონდეს განათლება, აუცილებლად იგრძნობს იმას ეს ამბავი გულწრფელია თუ მოგონილია.
შელამაზებულია თუ ამას ყველა ალღოიანიც არ ჭირდება. ყველა ადამიანი ხვდება ამას და ეს არის უმთავრესი გასაღები. და აი როცა გულწრფელად წერ რაღაცებს, გერიდება იმ ადამიანზე, გერიდება რომ რაღაცა თქვა გულწრფელად არა და აგერ წამკითხველის მერე გრცხვენია რომ ის აუცილებლად მიგიხვდება, ეს უნდა იცოდე. ყოველთვის უნდა იცოდე რომ უნდა იყო გულწრფელი. არაუშავს თუ მოქმედ პირს ან მასზე ვიზეთ ამ ამბავს წერს გული ეტკინება. ანუ სადაც არ შეგეძლოთ 100%-ით გულწრფელი ყოფილიყავით, ის ამბები არ მოხდეს. ის ამბები შენახული მაგას. და თქვენ თავდაბლობა ახსენეთ სურა და ეს თავდაბლობის ნიშნად ამ მიმართულებით თავდაბლობას გულისხმობ რა საკვირველია, თქვენ გადაწყვეტეთ რომ წიგნის მაღაზიებში ეს წიგნი არ მოხდეს. მართლა ძალიან მერიდდება. როგორ ყბაში მსურველებმა როგორ უნდა მოგაგნოთ და ასევე აი რატო გადაწყვეტათ ეს წიგნის მაღაზიაში არ მერიდ აი მართლა გულსფერად გეუბნები. აი ეგეც იყოს ჩემი თავდაბლობის ნიშნად. რომ დავინახოთ წერლებს შორის თაროზე ძალიან მართლა ვამბობ. არ ვთვლი რომ რაღაცა სად მოგაგნოთ? ვიპოვნის. სცენარებთან თავისთან ბახში არა თქვენთან ზევით გეკნებათ ალბათ ხო? რა ვიცი, მე ამის წინ მქონდა ერთი პატარა წიგნი, იმას ერქვა იმ წიგნს იმ გურული ამბები იყო ძირითადად და იმას მე ერქვა ვინ მყავს უფროსი ერთი წიგნი გავაკეთე და კიდე ერთი პატარა ამბების წიგნი გავაკეთე, რომელსაც ერქვა რა ერქვა, არ გახსოვთ იმ წიგნს, წინას. მე არ მახსოვს თუმცა ერთი იყო ვინ მყავს უფროსი და მეორე იყო ეს არის მესამე მცდელობა. ხო, მესამე მცდელობა უოტ შეგროვებული ახლა აქა და ის პატარა წიგნი 35000 რო ვრეკავდი სტამბაში და ვეუბნებოდი რომ კიდე 5000 უნდა დამიბეჭდოთ წინაპირას ხო წაიღეთ ვეუბნებოდი არ ჯეროდათ და მრცხვენია ამის გულწრფელად მრცხვენია. ბატონო იმდენი მართლა წასაკითხია წაუკითხავი და იმდენი მართლა ეს არის ყველაზე დიდი წიგნი თქვენი, ხო რა ვიცი. აი რა მაინტერესებს თქვენ თავში წერის პროცესში კიდევ ახალი უნარები ან რაღაც ისეთი ხო არ აღმოაჩინეთ როცა წერდით? ხო, ჩემ თავს ვიჭერ ხოლმე ტყუილებში. რა თქმა უნდა. იმ წერის დროს ეგ კარგად ჩანს, რომ იმას ალამაზებ, იმას ნახეთ ეგეც ხერხია შეიძლება ბებიებს ურევ ერთმანეთში. მე ხო ბევრი ბებია მყავდა. დიდი ბებიები მყავდა, მარგალიტა, ნინუცა ბებია, შურა ბებია, მერიკო ბებია, ესმა ბებია, ბევრი ბებია ის გარემოცვაში გავიზარდე და იმის ამბავს ამას ვაბრალებ, ამის ამბავს იმას ვაბრალებ. ზოგადად ბებიის ამბავია, მაგრამ ყველას გონია რომ ეს ერთი ბებია. ამ მნიშვნელობა აქვს ამას. ამ დროს ტყუილებზე რა გეტყვით? არა, დიდი ტყუილები მე არ მშვევია. შეიძლება პატარა რაღაცა გავალამაზო, იმიტომ რომ ყურში და თვალში ხო, მაგრამ არა, გალამაზება ხო უხდება ამბის მოყოლას. არა, გალამაზებაც ხო ტყუილია. კი, მაგრამ უხდება. და კიდე გულსატკენ ამბებზე არ უწერ. ეგეც შეიძლება ისეთ აი მე არ მიყვარს, თვითონ არ მიყვარს, ბევრი დრო არ მაქვს კითხვისთვის და საღამოს ძილის წინ როცა რამეს ვკითხულობ, მინდა რომ კარგად აი სასიამოვნო. არა, მარტო სასიამოვნო ხო არ არის ცხოვრება. სასიამოვნო ამბებზე დავწერ და უსიამოვნოზე არ დავწერ. ან თუ დავწერ, სხვას არ წავაკითხე. ანუ მარტო პოზიტიური ემოციები უნდა მიიღოს თქვენი ნაწერიდან კითხველმა. ასე გამოდის, ეს არ არის სწორი მწერლური, ამიტომ არ მაქვს ამბიცია. სასიამოვნო პატარ-პატარ ამბებია. ამ იმ სიტყვების განმარტებების თუ გიწევ, იმიტომ რომ იმდენი სიტყვა წავიკითხე, ხა რომელიც არ ვიცი რას ნიშნავს. ამ წიგნის რედაქტირება გააკეთა საოცარმა ქალბატონმა ელზა ნაბახტელებმა. და მან ისეთი პატივისცემით, ისეთი დიდი კულტურით, ისეთი პროფესიონალიზმით, ყველა სიტყვის დაკვირვებით, ყველაფრის სწორად, აი ნამდვილად გულიანად და უდიდესი პროფესიონალიზმით იმუშავა. მე გაკვირვებული ვარ. ბოლო დროს ასეთი პროფესიონალიზმით მომუშავე ადამიანი მე არ შემხვედრია. არა მარტო რედაქციის ნაწილში, არამედ ზოგადად მებაღეობაშიც არ შემხვედრია. მე მაქვს ისეთი ეჭვი. და ძალიან მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, მის. მე ისეთი ეჭვი მაქვს, თქვენ ახლა რო გისმენთ, მეოთხე წიგნსაც დაწევთ. თავდაბლობის გარეშე. მე რა მაინტერესებს კიდევ იცით? მქონდა საშუალება რომ მენახა თქვენი განრიგი როგორ მუშაობთ და ის რომ ყველგან ხართ, ყველაფერში დებთ უდიდეს ენერგიას და აი რა ვიცი, თქვენი შეხვედრების სია არის ძალიან დიდი. როდის ასწრებთ? აი რა დროს ნახულობდით რომ ეს ისტორიები წიგნად შეგეძლო? იცი როგორ არის, რაც მეტი, მე ასე ვარ. მე მგონი ჩვენი მაყურებელი ამას იცნობს ამ ამბავს. რაც მეტი გაქვს საქმე, უფრო მეტი გამოგდის. იმ დღეს როცა ცოტა გაქვს საქმე, იმ ცოტასაც ვერ ასწრებ და ბევრი რომ გაქვს, ბევრს ასწრებ. საღამოს დაღლილი მართლა ვიღლები რა, გასაგები და რა დასამალია, გულწრფელად დაღლილი ვარ, მაგრამ რომ ავდივარ ჩემს ოთახში უკვე და დავჯდები იმ დღის ემოციას, იქვე პატარა ფურცელზე ეს სასიამოვნოა, დაძინებამდე ცოტა. ჩვენ ახლა კურიერი შემოგვეჭრა ეთერში, ზურა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის.